რომ მოდით დარეგისტრდით უფასოდ გაგიწევთ ამ დახმარებას, ვისაც ქონება წაგართვეს ამ ფორმით, იმ ფორმით მნიშვნელობა არ აქვს და თი აუცილებლად უნდა შევეხოთ ჩვენ უკანონო გადასახადების დარიცხვას ფულიც ქონებაა და N რაოდენობით, ათასობით კომპანია, მე უпроსტოდ შემიძლია თქვა, რომ კომპანია არ დარჩენება საქართველოს, არ დაარიცხეს უკანონო თანხა. კომპანია არ დარჩენა. მათ შორის საკუთარი კომპანიებიც. საკუთარ კომპანიასაც ასშვებიან, იცით რომ ეხა პირდაპირ შემომწირო თანხაო ძალიან გამოჩნდებაო, ეხა არჩევნების პერიოდი არ არის. მოდი დაგარიცხავ თანხას ისეთნაირად, შენ ხმა არ ამოიღო და ამით მე ჩემს ბიუჯეტ ჩვენ უყურებთ როგორც ხალხის სალაროს. ბიუჯეტი დღეს არის ხელისუფლების სალარო და არა ხალხის სალარო. ამიტომაც მე ურჩი ყველა მესაკუთრეს, რომ ხალხო 6 წლიანი ხანდაზმულობის ვადა მოქმედებს ქონებების ჩამორთმევაზე ქართული კანონებით. თუ თქვენ ამ 6 წლიან ხანდაზმულობის ვადას გავუშვოთ, შევძლებთ მომავალში თქვენს დახმარებას, მაგრამ გაგვიჭირდება, იმიტომ იტყვია, რომ თუ ვალერი გელაშვილმა გაბედა, თუ აი ამ რევოლუციის პარკის მესაკუთრემ გაბედა, თუ ტაბუკაშვილის მაცხოვრებელმა გაბედა, ჭრელიაბანოს მესაკუთრემ გაბედა, ანანიძე დათომ გაბედა აჭარაში, ხალვაშმა გაბედა თბილისში, ხო? თქვენ სად იყავით? საზოგადოების აქტივობისკენ და შესაბამისად მე ვუთხარი, რომ მოდით არ დაარღვიოთ ეს 6 წლიანი ხანდაზმულობის ვადა. ქონება წართმევა პირებმა, შეიტანეთ სარჩელებს ქართულ სასამართლოში, შედეგებს ვერ მიიღებთ, ნუ გექნებათ მაგის მოლოდინი, რომ ვინ წაგართვათ ის დაგიბრუნებთ, მაგრამ ჩვენ შევქმნით იმ სამართლებრივ საფუძველს, რაც სტრასბურგში ჩვენ მოგცემს საშუალებას უახლოეს პერიოდში დავიბრუნოთ ეს უფლება, ხოლო თუ დროზე ადრე შევცვალეთ ხელისუფლება, დროზე ადრე მე გულისხმობ იმ თარიღების გამოცხადებულია, მე ვიქნები ერთ-ერთი პირველი ინიციატორი, რომელიც ყველა ხელისუფლებას, ვინც არ უნდა მოვიდეს საქართველოს სათავეში, მოთხოვ ცვლილების საქართველოს კანონმდებლობაში და ხელახალი გარემოების საფუძვლით ამ საქმეების გადასინჯვის მოთხოვნის უფლებას, იმიტომ რომ ყველას ვერ ვთხოვ გმირობას, ყველა არ არის ვალერი გელაშვილი ვაშკაცი და სხვა ქიბერ-ხალვაშვილი ვაშკაცი, ან შეძლებული, ამიტომაც ესენი ბედს ნებდებიან. ამიტომაც არის გამოსავალი ჩვენ ამ ქონებას დავიბრუნებთ აუცილებლად, უბრალოდ აქაც ორ ფორმაზე უნდა შევთანხმდეთ, რომ დანგრეულ ქონებას ვერავის ვერ დაუბრუნებთ, ალბათ ფინანსური კომპენსაციების საკითხზე მოგვიწევს მსჯელობა, მაგრამ ის მემკვიდრეობა რაც დარჩება ამ ხელისუფლების წასვლის შემდეგ ეს იქნება 9 მილიარდიანი საგარეო ვალი და იმაზე მეტი უძრავი ქონების დაბრუნების ვალდებულება რა ქონებას დღეს წართმეული აქვს ქართულ მესაკუთრეებს. გასაგებია, სტრასბურგი ვახსენეთ ჩვენ რამდენჯერმე. რამდენად დიდია რაოდენობა იმ ადამიანებს, რომლებიც აგზავნიან სარჩელებს სწორედ საკუთრებასთან დაკავშირებით საქართველოსთან და რა შედეგს გამოიღებს ეს საქართველოს საწინააღმდეგოდ, იმიტომ რომ კი, მე ხა ესე რიცხვები არ შემიძლია გითხრათ კონკრეტულ მოხდან დაკავშირებით რამდენი საქმეა გაგზავნილი თქვა პირველი ოქროს მიხედვით რამდენია რომელიც საკუთრებას ეხება ან სხვა მუხლებით მაგრამ საქმეების რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება სულ უფრო და უფრო მეტია ძალიან ოპტიმისტური მონაცემები ამ თვალსაზრისით რომ ადამიანებმა დაიჯერეს პირველ რიგში ეფექტურობა სტრასბურგის სასამართლოში და ასევე მიხვდნენ მის მნიშვნელობას, იმიტომ რომ პირველ წლებში მე მახსოვს ძალიან კარგად ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში ვიყავი, მაშინ როდესაც ჩვენ მონაწილეები გავხდით კონვენციის, როდესაც ადამიანები მოდიოდნენ ჩვენთან და ჩვენ ამ გზას ვაჩვენებდით, ძალიან სკეპტიკური იყო განწყობა და 5 წელი მაგას ვინ დაელოდები, მაგრამ ეს თანდათანობით გაიფანტა, იმიტომ რომ ხალხმა ნახა 5 წელიც გავიდა 6-იც და ისევ მდგომარეობაში არიან, რა მდგომარეობაშიც მანამდე იყვნენ ამასობაში, მათ უკვე სტრასბურგი დაეწევოდათ, ხო? ამიტომ ბუნებრივია რომ გაცილებით უფრო მაღალი ალბათობა იმის რომ საქმეების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება. რამდენად დააზარალებს ქართულ სახელმწიფოს, რა თქმა უნდა დააზარალებს, ამაზე ორი აზრი არ არსებობს და უდავოა, ამიტომ არსებობს თუ ხელისუფლება არის ოდნავ მაინც პასუხისმგებლობიანი, სტრასბურგის სასამართლო ასეთი ხელისუფლებებისთვის და ასეთი სახელმწიფოებისთვის ძალიან მარტივ პროცედურას ადგენს. მე და თქვენ შეიძლება შევთანხმდეთ. და არანაირი გადაწყვეტილება სტრასბურგის სასამართლოში არ დადგება და ის რასაც ზაქარია საუბრობდა, მე მანამდე ვსაუბრობდი, ჩვენ შეიძლება სტრასბურგში სასამართლოს ხდომის ეტაპზე გადავწყვეტოთ და გავაკეთოთ. ანუ მე ხელისუფლება რომელმაც თქვენი უფლებები, საკუთრების უფლებები დავარღვია, შემოგთავაზოთ ადეკვატური კომპენსაცია, რომელიც იქნება გაცილებით უფრო ნაკლები ვიდრე ის, რასაც სტრასბურგის სასამართლო ადგენს ხოლმე, შემოგთავაზოთ, არ ვიცი, სანაცვლოდ მიწა, სანაცვლოდ სხვა საკუთრება და ასე შემდეგ, ხო, ფორმები უამრავია. ჩვენ შეიძლება შევთანხმდეთ და ეს არ იყოს რაღაცა არ მიიღოს დრამატული ნიშნულამდე არ მივიდეს, როდესაც არ ვიცი, ათეულობით საქმე, ასეულობით საქმე იქნება საქართველოს სახელმწიფოს წინამდე გაწყვეტილი.
თუმცა ამაშიც არავითარი ტრაგედია არ არის და არავითარი პრობლემა არ არის. სახელმწიფოებში პროგრესი სწორედ ესე მიიღწევა. თურქეთის წინააღმდეგ რომ გამოდიოდა ერთმანეთის მიყოლებით გადაწყვეტილებები უზარმაზარი კომპენსაციის თანხებით წამების აკრძალვის შესახებ თურქეთის ციხეებში არსებული მდგომარეობის თაობას. ამის შემდეგ თურქული სახელმწიფო მიხვდა და მან დაიწყო მიზანმიმართულად და გეგმაზომიერად მდგომარეობის გამოსწორება. ამიტომ თუ ეს არის საჭირო, რა თქმა უნდა, ესეც იქნება და სტრასბურგში უკვე რიგი ძალიან ახლოს არის. უკვე ბევრი წელი გავიდა და მივედით ჩვენი მინისტრთა, როდესაც უკვე ბევრი გადაწყვეტილებები დადგება. და მე რა თქმა უნდა პირველ რიგში ვურჩევ ჩვენს ხელისუფლებას, რომ საქმეთა უმრავლესობაში მაინც მორიგებაზე წავიდეს და შეეცადოს, რომ დამარცხებული კი არ იყოს ამ საქმეებში, არამედ ვაჟკაცურად და სამართლიანად გამოვიდეს ამ საქმეებიდან საკუთარ მოქალაქეებთან პრობლემების მოგვარების სურვილის გამოხატვის ფორმით. გასაგებია, ძალიან დიდი მადლობა. ჩვენ დრო ამოიწურა, როგორც ბატონო ზაქარიამ ბრძანა 45 წუთი საკუთრების უფლებას ძალიან ცოტა, მაგრამ სამწუხაროდ ამოიწურა და მე აქვე ვიტყოდი, რომ თუ კი ხელისუფლება ხვალ გამოთქვამს ბატონო თინას სურვილს, რომ ამ საკითხზე კიდევ გააგრძელოს საუბარი, მე შემოგთავაზებდით, რომ კიდევ ერთხელ მიგიყოთ ამ საკითხზე მონაწილეობა უკვე დებატში, თუ კი ხელისუფლების თანხმობა ამაზე იქნება. ზაქარია ქუთნაშვილი, თინა ხიდაშვილი, ჩვენი გადაცემის სტუმრები, ზუსტად 9 საათზე თქვენ გელოდებათ მაესტროს ახალი ამბები მაკაცინძაძესთან ერთად 10 საათზე პირდაპირ საუბარი და ეკაბერიძის სტუმრები იქნებიან ზურაბ ნოღაიდელი და შორენა შავერდაშვილი. მე ხვალ ზუსტად 8 საათამდე გემშვიდობებით, კარგად გზადებოდეთ.